საპატრიარქოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრა გაიმართა. ერთ-ერთი მშობლის კახა წიქარიშვილის თქმით, მათ სამ ძირითად საკითხზე ისაუბრეს და საპატრიარქოსგან დადებითი პასუხი მიიღეს. ერთ-ერთი თხოვნა იყო დახმარება ფონდის შექმნაში, სადაც ყველა დაინტერესებული მხარე მედიკამენტის შესაძინად თანხის ჩარიცხვას შეძლებს. პირველ რიგში ჩვენ ვითხოვთ, რომ ხელისუფლებასთან კომუნიკაციაში დაგვეხმაროთ და გვიშუამდგომლონ ხელისუფლების წინაშე, რომ ეს ბავშვები არიან გადასარჩენი და ხელისუფლებას მოუწოდონ, რომ ყველა ზომა იქნას მიღებული ამ ჩვენი ბავშვების გადასარჩენად. ასევე ვთხოვეთ დახმარება კონკრეტული პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს აქვთ, მაგალითად ჩვენ გვყავს პაციენტები, რომლებიც მართვით სუნთქვის აპარატებზე არიან და აქვთ საკმაოდ მძიმე მდგომარეობა როგორც ფინანსურად, ასევე სამედიცინო თვალსაზრისით და მათ ჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება. ზოგიერთ მათგანს მაგალითად ადაპტირებული ლიფტიც კი არ აქვს, რომ გარეთ გამოვიდეს და არის ერთი პაციენტი, რომელიც 5 წელია ჩაკეტილია ოთახში და გარეთ ვერ გამოდის და დახმარება გვჭირდება ამ ბავშვების გარეთ გამოსაყვანად. და ასევე ვთხოვეთ, რომ თუ არის შესაძლებელი შეიქმნას და ამაშიც გაგვიწვიონ დახმარება, შეიქმნას ერთიანი ფონდი, სადაც ყველა დაინტერესებული პირი და ყველა კეთილი მსურველი ჩარიცხავს თანხას. და ამ ფონდით და სახელმწიფო რესურსებით ერთობლივად მოხდება მედიკამენტების შეძენა. აი ამ სამ რაღაცაზე ვთხოვეთ დახმარება და ძირითადად დადებითი პასუხი იყო, გვითხრეს რომ შეიძლება კიდევ ერთი შეხვედრა შედგეს, სადაც უფრო მეტ დეტალებზე ვისაუბრებთ. ჭირდება პრეპარატების შემოტანა, რომელიც არის აპრობირებული სოფლიოში და ასევე ვესაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას მულტიდისციპლინური გუნდი. თუმცა ამასთან დაკავშირებით კი გააკეთა ჩვენმა მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განცხადება, რომ დაწყებულია პროცესი, მაგრამ ჩვენთვის ეს ყველაფერი ბუნდოვანია. ანუ, როდესაც გვეტყვის ბატონი მიხეილი, რომ მოიყვანეთ თქვენი შვილები, უკვე მზად არის ეს გუნდი, აი მაშინ დავრწმუნდებით, რომ ამ გუნდზე დაიწყო მუშაობა. რა თქმა უნდა, მათ გულთან მიიტანეს ჩვენი პრობლემები და შეგვპირდნენ, რომ შუა მდგომლობას გაგვიწევენ ჩვენსა და მთავრობას შორის და მათ რაც შეუძლიათ ყველანაირად ხალხში დაგვიდგებიან. საპატრიარქოში შეხვედრის დასრულების შემდეგ მშობლების ნაწილმა უცნების ჯანდაცვის მინისტრს კიდევ ერთხელ მიმართა. მისახედი არიან ბავშვები და უნდა მიხედონ. და დროზევე გადაწყვიტონ და ყრიანი ქუჩაში უყრივართ ამდენი მშობლები. საქმეები გვაქვს, ბავშვები მისახედი გვაქვს, სახში ფული გვაქვს შესატანი. და ასე მშობლებსაც მიხედვა უნდა ჩვენებს. და ჩვენ მაგისმაგირად ქუჩაში ვყრივართ, თქვენ უნამუსოებო მართლა. რაშია ეს საქმე, რა ხდება? პოლიტიკურად ხო არ გეუნევით, მოდით ბავშვებს დაუდექით, თქო ვიძახით მაგას. მაგრამ თქვენ ხართ უნამუსოები სულ ყველა. ერთი ჯგუფში თქვენ იმაში, რა ქვია მაგას? ამ ოცნების ხალხში, რომელსაც შეგიძლიათ ამ ყველაფრის გაკეთება, ერთი გულიანი როგორ ესეთი გულქვები როგორ ხართ ყველა. და უნამუსოები სულ ყველა. გამოდით ხალხნო და დაუდექით ბავშვებს ხარში. მოგვიყვანეთ წარმომადგენლები და დაგვაჯერეთ, რომ ეგ სიმართლეა. იმიტომ რომ ჩვენი ქართველი ბავშვების საზღვარგარეთ კარგად არიან, ორი ძმა არიან. ერთი ამერიკაშია მოქალაქე. ის ბავშვი კარგადაა, ორივეს დუშენი ჭირს. და საქართველოში რომელიც აი ის ცუდად არის ის ბავშვი. და სარჯველაძე მივტკიცებს თურმე, რომ წამალი უარგისიაო, ბიჭო, არაცხვენია მაგ კაცს. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები კანცელარიის შენობასთან უკვე რამდენიმე კვირაა ღამეს ათევენ. ისინი კობახიძესთან შეხვედრას და საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ. 21 აპრილს მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ წამლები, რომლებსაც მშობლები მოითხოვენ, ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, მათი ფუნქცია კი არა სიცოცხლის გახანგრძლივება, განკურნება ან გადარჩენა, არამედ ეტლის საჭიროების გადავადებაა.